ძალიან ბევრ ადამიანს გონია, რომ ინგლისური იცის, მაგრამ სინამდვილეში არ იცის. მე ვარ ნანა გორგოძე, თარჯიმანი ამერიკის შეერთებულ შტატებში და სწორედ 10 წუთის წინ ძალიან საბედისწერო შეცდომა დაუშვა ახლა ერთ-ერთმა ქართველმა მამაკაცმა, რომელმაც ჩათვალა, რომ ინგლისური იცოდა და რომ ინგლისურად უნდა ჩაეტარებინა ეს ცოლ-ქმრის ინტერვიუ. ყველაზე ცუდი ამ პროცესში ის გახლავთ, რომ როდესაც ოფიცერი მიხვდა, რომ მან ინგლისური არ იცოდა, არ გააჩერა, არამედ დაიწყო ჩანიშვნა, ყველაფერი ჩაინიშნა, ეს რაღაც სისულელეები და აუსრულებელი წინადადებები, როცა თვითონაც არ იცოდა, რას ლაპარაკობდა, რომ შემდეგ მის მეუღლეს რომ დაუძახებდა, დაესვა ეს შეკითხვები, დაუსვა კიდეც და საერთოდ ვეღარ დაამთხვია ამ ქალმა პასუხები, ისედაც რთულია ახლა 100% დაემთხვას ცოლ-ქმრის პასუხები, როდესაც ცალ-ცალკე იკითხებია და ასეთ შემთხვევაში, როდესაც იქ ვიჯექი და ხვდებოდი, რის თქმა უნდა და მესმოდა რეალურად რას ამბობდა, არ ვიცი რატომ ჩაიგდო ამ ადამიანმა თავი ასეთ მდგომარეობაში. ალბათ ფიქრობდა, რომ რადგან ამერიკის მოქალაქე იყო, ევალებოდა, რომ ინგლისურად ესაუბრა, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა, თქვენ შეიძლება იყოთ ამერიკის მოქალაქე, გერმანიის მოქალაქე, მაგრამ თქვენი მშობლიური ენა ყოველთვის იქნება ქართული და ასეთ ოფიციალურ დასაუბრებებზე თქვენ გაქვთ უფლება, რომ თქვენ მშობლიურ ენაზე ისაუბროთ. და მერწმუნდეთ და მესმის, რომ თქვენ იცით ინგლისური რაღაც დონეზე ახერხებთ კომუნიკაციას, აზრის გაგებინებასაც ახერხებთ, მაგრამ ის რომ თქვენ ქართულად რაც გინდათ თქვა, თქვენ მშობლიურ ენაზე ის ზუსტად ისე გადმოიცეს ინგლისურად, დამიჯერეთ, ეს ძალიან რთულია. შეიძლება თქვა ამერიკაში ჩამოვედი ამ წელს, მაგრამ იმის თქმა რომ უნდოდა რომ ნეტა არ ჩამოვსულიყავი, ეს უკვე ვეღარ თქვა. ან სტიქია კი შეიძლება იცოდე როგორ არის, მაგრამ აი ჩემ სტიქიაში ვიყავი, ვეღარ თქვა. ასე რომ გამოიყენეთ თარჯიმნის მომსახურება და თქვენი ინტერვიუ უფრო წარმატებული იქნება.